წავიდა ოთარ ჩემი. წავიდა ოთარი. წარმატებები ჩემოძმაო. ამირან გოგოლაძე, ლაშა მესხი, ვატო ღვინჯილია, ოთარ თანზილოვი, გიორგი კაბულაშვილი. წავიდა ბიჭები, წავიდა. ხო სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ ამ ბრძოლაზე ჩასვლა, მაგრამ აქედან ვქომაგობთ ჩვენ ძმას. წავიდა ოთარჩიკ შეძველო. ესე იგი, ოთარის წონითი კატეგორია ბანთემვეითია, 61 კილოგრამი. მოწინააღმდეგის ვიდეოები და კარგი ბრძოლა გამოვა, მაგრამ მგონია რომ ოთარი თავის ჩვეულ სტილში თუ იბრძოლებს, როგორც შეუძლია სტრაიკინგი, აუცილებლად გააგორებს. ხო, ტოვასასი მგონია. წინა ბრძოლას რო ვთქვა, ჩემი აზრით არ წაუგია რა. შენ ფიქრობ მაგას? სათეგრეო ფიქრობ მეც, ანუ ჩხუბი რო ჩხუბს რო უყურებდი, სანამ გამოცხადდებოდა სულ მეთქი, უცო მოიგო და რაღაცა და ხო, ძალიან გამიკვირდა სხვათა შორის. წავიდა ოთარი. ეს შამადვა, ძმა, მინი შამა. კიკო. ნავალიდან მოდის. ხო, სხვათა შორის ძლიერი მოწინააღმდეგე არის და არც თუ ისე სახუმარო რეკორდი აქვს. გამოცდილი მოწინააღმდეგია და ნახოთ, თავარია ჭკვიანი ბრძოლა რა. რა რეკორდი ქონდა ხო არ გახსოვს? არ დაგავიწყდეთ მეგობრებო ამ ვიდეოს მოწონება. ვა. მოწინააღმდეგეს. შეუცვალ ეს ბიჭო თუ რა ვიცი. მე სხვა ჭუბებს უყურებდი, მე გადავები. ნუ თარი რა თქმა უნდა მაღალი დონის მებრძოლი არის. კარგი სტრაიკერი არის საკმაოდ. This mixed martial artist is 5 feet 9 inches tall and he weighed in officially at 137.2 pounds. არა ძმაო, წინაზე სხვა მოწინააღმდეგე ყავდა აშკარა. ხო და წინაზე ვინც ყავდა? გააგორებს ოთარი ვოჭი. ზილოვი, წავიდა. მოჩხუბარი ვნახე საერთოდ წინაზე შერდოგზე სხვა ტიპს აგდებდა. იმაში ქონდა ნაჩხუბარი რა, ბრეივში და რაღაცა კაი ორგანიზაციებში. სიჩქარე არ უყვარს ოთარს. აუ, ისე შევიდა ფეხში, ეხლა ნახე თავში გაარტყავს. თავში გაცხებს ფეხს. კაი არის ჩქარო ძმა. იმოძრავე. თავში გაცხებს. ოთარი ამბობს რომ თუ არ ვთიშაო, მე ვიგრუზებიო რა. მალევე თუ არ გავთიშეო. პირველ სამ რაუნდში თუ არ დავამთავრეო, просто ანუ ვიგრუზები რა, просто ბრაზდებიო ჩემ თავს. კაბულა ეძახდა რომ მარჯ ოპა. ოპა. ხოთა შორის დაიცავი. ხოთა შორის გავიდა სავით ეს დარტყმა. კაი ბიჭი. ერთი ანდერჰუკი აქვს, თავარია და დაიცავს მარტივად. ახლა უნდა შემოუტრიალდეს, ვა. ოპა, სიცხლი მოდის უკვე, გაუხეთქა შუბლის ავარაუდოდ. ოთარ უნდა შემოვატრიალოს, ეხა. კი, მაგარი ზიანი აქვს უკვე მეყენებული, ხო? კარგად. ბევრი სისხლი მოდის. ტორესის სისხლი აშკარა. კი, აბერკოტი გაუტარა. ხო, просто ეს ზიანის მიღება არ გვაწყობს ახლა უბრალოდ ესე რა. ახლა უნდა შეცვალოს პოზიცია ყველა ვარიანტში. კარგია. არ ჩააყვანინო თავი. კარგია. კაი ბიჭი, კაი სტრაფი მუხლი იყო. კი, ისევე უნდა ჩაუტრიალდე. კარგია ოთარ. ეხლა უნდა გაძრე. კარგია. გაიცანო. კაი ბიჭი, აწი ხელები აწი. ხელები ეხლა არის ჩქარო, ჯიგარო. დაბერილი აქ ამას. კარგია, ეთამაში. ოპა, მაგრატელა. თამაში. თარას მფრინავი მაგრატელები. სხვათა შორის მაგარი ნოკაუტი აქ ეგრე. გაკეთებული ბრაზილიელი მოწინააღმდეგეს ტრიალში. აი, ეს ჭებით ემუშავა. ტრიალში გაუშვეს ფეხს. ოპა, კარგია, ამუშავებს კარგად. ცოტა შენელდა მეგონი მოწინააღმდეგე. აშკარა. ო, კაი ბიჭი. კარგი. ერთი აფეთქება უნდა გააკეთოს ახლო დისტანციაზე ჩემი აზრით რა. სწრაფი დარტყმები უნდა. ხო. ოთარს სწრაფი დარტყმები ის შენელებულია. ანუ ერთ დარტყმაში არ უნდა ჩადოს მთელი ძალა. კარგია. თან თავისუფლად არის უკვე, იგრძნო რაც შეუძლია მოწინააღმდეგეს და საკმაოდ სანახაობრივი სტილი აქვს. რასაც გამოვარჩევდი, რაც უყვართ ზოგადად დიდ ორგანიზაციებს ესეთ გომში, სტრაიკერები და გომის მებრძოლები. ის ორსეუნეო გიორგი ხელებით უნდა ემუშაოს. კარგია, გავიდა. აჩვენე და მე. მარჯვნივი არისო ეძახისო. ძიმე ხელის მხარეს არიაროს. ოპა, გადის დარტყმები. ფეხის გაყოლება შეიძლება.
აი ბიჭი, აი ამას ვამბობდი ერთი კაი აფეთქება და კარგია. დაიცავი, ჩვენი არ ჩააყვანინ. 43 და ჩაუკაბულა ეძახის. გეგმა აქვს რომ ჩაიყვანოს რა ოთარი და ისედაც ეთყობა რომ დგომში აშკარად ჯობის, მაგრამ ნახე რამდენი სისხლი გადის. ადექი. ეს დასტილი აქვს ოთარს ფეხის დასდენა რა. კაი 10 წამირჩება თითქმის პირველი რაუნდის დასასრულამდე და აუცილებლად ფეხებით რამეს შეასრულებს. აღარ გარისკ მეგონა ფეხებით რამეს შესთავაზებ. ბრავო ოთარს დამაჯერებლად მოვიგეთ პირველი რაუნდი. ერთი რაუნდი წარმოვიღეთ. ხო, ეს მომენტი იყო მარტო ისეთი ერთ-ერთი, რომ არაფერი საერთოდ. ოდნავ ზიანი მიიღო, თორე სხვა მხრივ არაფერი ისეთი არ ყოფილა რა. და ეხა იმ მომენტის გამო ვერ მიცემ მაგის მოწინააღმდეგეს მთლიან რაუნდს ასასვლელი. პირიქით. ეჭვგარეშია. პროსტა საიდან მოდის ეს ცხვირიდან, წარბიდან? ცხვირიდან? საერთოდ არ ეთყობა დაღლილობის მსგავსი არაფერი. ოთარა რო იყო ჩამოსული, საჟენიანს ვადახვდით გავაგიჟეთ. ტაილანდივით დარბაზები არისო რა, არ არისო გადახურული და ამ სიცხეში ვერ ვარჯიშე ხო? ხო, გავაგიჟეთ. მიხეილ ტემპი გაზარდა ჩვენმა მოწინააღმდეგემ, მაგრამ არაფერი. ეგ გვაწყობს პირიქით შეცდომებს დაუშვებს და ხელებს აუცილებლად გაუტარებს. ხო. კაბულასთან ერთად ლოიკ რაჯაბოვია კუთხეში UFC-ს მებრძოლია რომ თუ არ ვწდები, კანახელი დაუმთავრია უვნევა და სწორს ეუბნევა ზუსტადაც. ეს მექსიკელია ხო ეგრეთ ხეს? ხო, ტორესი. დომინიკ ტორეტოს მამი და შვილია. სხვათა შორის მაინც მექსიკელები ისე გამძლეობით გამოირჩევიან, ბოლომდე იბრძვიან ხოლმე. ხასიათი აქვთ. ჯერჯერობით რაც ხდება მეორე რაუნდში ოთარი იგებს რა თქმა უნდა სტრაიკინგის წყალობით ეს უნდა დაიცვა უჭო. უნდა დაიცვა უჭოელი. მაგარი მომატებული აქვს ოთარას. კარგია. დაიცავი, მიდი დაიღლება ძმა. ოთარი არ უნდა დაიღალოს ძალიან, მაგრამ სო, გაიარა შტურმა. ესო და არ მომწონს ფეხში რომ იღებს სიანს, იმიტომ რომ ვიცი როგორი კივნეულია მან დარტყმის მიღება. ტრიალდიო გიორგი ეძახის. მაგრამ ოპა! აი ბიჭი, ფეხი აუყოლ. კარგია. მედი ეხა უნდა ემუშაოში. კარგია, მიდი ეხა აუკრიფ ფეხულები. ეხა დაღლილი იქნება უფრო ტორესი. კარგია. გავიდა ეს დარტყმა. გავიდა ეს დარტყმა ღვიძლში, გავიდა. კარგია. ეს ბუქნაოს უბრალოდ რა გააკეთა ვერ მიყ. ყურადღებას. ეხა ისე ღია ქონდა. თავი უნდა აეწია რა. ხო. აი ფეხბურთს ეთამაშება ოთარა მე მგონი აი. აკენწლა ფეხებით. აი ბიჭი. ფიზიკურად ძლიერია უბრალოდ რა. დაამტანიც არის როგორც ეთყობა. არა უკვე გაუჭირდება ეხა ოთარი შაყვანა უკვე დაუმუღამაც ერთია და დაიღალაც მეორე არის რა. ხელები კი აქვს შეკრული, მაგრამ არ მგონია რომ აქედან ჩაიყვანოს. ხო, აი ეს არ მომწონს უბრალოდ ეს ფეხში როგორც ემუშავება და მან დროს ეს ზიანს აყენებს. გადაადგილებაზე მე ხო, მაინც უკვე დასასვენებლად ჯდები მე გახსენებს თავს რა, მაგრამ გისურვებდა. და დრო. არა, იქნება. კაბულა იმას უყურებს, ამოწმებდა როგორ თავს როგორ გძნობსო. ხნედ გამოიყურება, მაგრამ იგივე გააგრძელი ოთარ და ფსო შენია ძმაო. იგივე გააგრძელი, სასაქამდე აკეთებ. გამარჯობა გვინდა ძმაო. ყლით დღეს და ხვალ რეაქციების დღე გვაქვს მეთქი აუნებოდი ხვალ ალექსანდრეს ბრძოლა არის. მთელი საქართველოს ელოდება წარმატებები ალექსანდრეს დებიუტში. აი ესე უნდა ემუშაოს რა. სწორიდან და ხელები. ხო. წინა ხელი ბევრი. შეურიოს ხელი, ფეხი ხელი. აი ეგრე. უაზრო დარტყმა არ გვჭირდება. უბრალოდ არიჩქარო ძმა. არიჩქარო, სიჩქარე საერთოდ არ არის საჭირო, აი ესე იმოძრავე. გამოდი კუთხიდან რა გინდა მაგრამ გამოდი. არც ხო. ხვიძლი. კარგია. შევა. არა, აქ უკვე კარგად მოხდა ღვიძლში და აი მან დიდაყო შეიძლება. მაგარი ბრძოლა მიდის ჩემი ამასობაში არ დაგვაუწყეს თან რომ შენიერია მთავარია ძირსად ჩავიდეს და აქ ხა ტორესი იღლება რა. ხო რა. ოთარზე მეტად რა. და ისედაც სულ რო ჩავიდეს ორი რაუნდი გარანტირებულად გვაქვს რა ვიცი ჩემი აზრით. ოპა. აი ბიჭი.
ოთარა იმდენს იქნას რომ ის გაარტყამს ვერ გაიგე. მაგრამ უეჭოლი გაარტყამს. ოპა! გადარჩა მე მგონი, მაგრამ მოხდა ხო? მაგარი იყო, აი ხლა ეგ სუფთა გასული იყო, დასვავდა იმენა. მაგრამ იგზნო მე მგონი. всё, გაატყდა რა, ეგ უკვე ვეღარ ჩაიყვანს ამ შანსი არა. პირველ რაუნდში ვერ მოახერხა. ჭიდაობა მაინც მაგისი ბექგრაუნდი რაღაცა ეგეთი. აი ესე გაიცალი რა, всё. 2 წუთი და ჭკვიანურად. ველოდები რამდენი ხანია რომ თავში გაარტყას რამე ისე. რა? გული გამისკდა, მეთქი რა მოხდა შენ. ეს ტეკენის ლეთი იყო. აბა, შენიერი. მიყავს შენივად. ბრძოლა რა. არაფერი ისეთი გასარისკი არ ჭირდება ეხა. ოთარს აი ესე დაამთავროს ამ ოპა, ეს ვეღარ ურისკავს, ხია ჩემოსნოს უკვე შეტევას. ოპა. საიდან ჩემოვიდა ყველა მოხდა და ცალკარა წავ. ოპა. 30 წამი ამასობაში. აიგო. ჩვენ 5 რაუნდი არ არის? 5 რაუნდია? რავი. 5 რაუნდია, აბა main events 3 რაუნდს არ აჩხუბებენ შანსი არა. ოთარი რასაც უყურებს შენი როდ გამოიყო. ხო, ოთარი რაუნდსაც იჩხუბებს. მაგარი ფრეშია, საერთოდ არა დაღლილი. არა, scorecard-ობდა. რა ხდება? 5 რაუნდია თუ 3? 3 რაუნდია, ოჭო. ნუ თუ 3 რაუნდი იყო და მორჩა, გავიმარჯვეთ. ოჭო, სუხოი არ არსებობს მაგაში. 29-28 and 30-27. Your winner. ერთი რაუნდი ვიღაცამ. ერთი რაუნდი იმას მიცავ ვიღაცა. არის საულ გილოცავთ. პირველი 2 რაუნდი 28-27 მისეს. გილოცავთ ამ გამარჯვებას. მაგარი ბრძოლა იყო. ყოჩაღ ოთარს მადლობა რომ გავახარე ძმაო. შენიერი. მოკლედ ერთი ბრძოლა მოვიგეთ და ხვალ გველოდება უკვე თავარი შერკინება ალექსანდრე თოფურიას დებიუტი UFC-ში და წარმატებები ალექსანდრესაც. მადლობა მეგობრებო რომ გვიყურებთ. აბა დროებით და წარმატებები. გიბაგვინა. კაი ფორმაში იყო.